სამკუთხედის კუთხეთა თვისებები. მოცემულია ABC სამკუთხედი. ამ სამკუთხედის შიდა კუთხეების სიდიდეებია ალფა, ბეტა და გამა. გავავლოთ AB გვერდის პარალელური წრფე. მოვნიშნოთ ამ წრფითა და სამკუთხედით შედგენილი კუთხეები. პირველი, მეორე და გამა კუთხეები გაშლილ კუთხეს ადგენენ. ამიტომ მათი სიდიდეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია. მეორე მხრივ, კუთხე პირველი ტოლია ალფასი და კუთხე მეორე ტოლია ბეტასი. როგორც შიგაჯვარედინი კუთხეები. თუ ტოლობაში კუთხე პირველი და კუთხე მეორე შევცვლით ალფა და ბეტა კუთხეებით, მივიღებთ ალფას პლუს გამა პლუს ბეტა ტოლია 180 გრადუსით. ამით დავამტკიცეთ თეორემა. სამკუთხედის შიდა კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180 გრადუსის ტოლია. კიდევ ერთხელ ვნახოთ, რომ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია. დავხაზოთ სამკუთხედი. ამ სამკუთხედის შიგა კუთხის გრადუსული ზომებია 40 გრადუსი, 51 და 89 გრადუსი. 40 გრადუსს მივუმატოთ 51 გრადუსი და მივუმატოთ 89 გრადუსი, ტოლია 180 გრადუსის. ვცვალოთ სამკუთხედის კუთხეები და დავაკვირდეთ. თუ შევკრებთ სამკუთხედის შიგა კუთხეების გრადუსულ ზომებს, მივიღებთ 180 გრადუსს. კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი ტოლია 180 გრადუსის. ABC სამკუთხედში A და B შიდა კუთხეების გრადუსული ზომები შესაბამისად ალფა და ბეტას ტოლია. გამოვთვალოთ C წვეროსთან მდებარე გარე კუთხის სიდიდე. მოცემულია სამკუთხედი ABC, კუთხე A ტოლია ალფასი, კუთხე B ტოლია ბეტასი. უნდა გავიგოთ კუთხე BCD. კუთხე BCD ტოლია 180 გრადუსს გამოვაკლოთ კუთხე C, ეს ტოლია 180 გამოვაკლოთ 180 გამოვაკლოთ A-სა და B-ს ჯამი და ტოლია კუთხე A-ს მივუმატოთ კუთხე B და ეს ტოლია ალფას მივუმატოთ ბეტა. ანუ კუთხე BCD ტოლია ალფასსა და ბეტას ჯამის. სამკუთხედის გარე კუთხის სიდიდე შიდა არამოსაზღვრე კუთხეების სიდიდეთა ჯამის ტოლია. მოცემული სამკუთხედის C წვეროდან გავავლოთ CD სხივი. მოვნიშნოთ C წვეროსთან მდებარე გარე კუთხე. ეს კუთხე ტოლია 140 გრადუსის. 51 გრადუსს მივუმატეთ 89 გრადუსი, ტოლია 140 გრადუსის. ვცვალოთ კუთხეები. 76 გრადუსს მივუმატოთ 63, ტოლია 139 გრადუსის. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სამკუთხედის გარე კუთხის სიდიდე შიდა არამოსაზღვრე კუთხეების სიდიდეთა ჯამის ტოლია. ტოლგვერდას სამკუთხედის სამივე კუთხე ტოლია. რადგან სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია, 180 გავყოთ 3-ზე, ტოლია 60 გრადუსის. ესე იგი, თითეული კუთხე ტოლია 60 გრადუსის. ტოლფერდა სამკუთხედში კი ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. კუთხე პირველი ტოლია კუთხე მეორესი. მართკუთხა სამკუთხედში კი პირველი კუთხისა და მეორე კუთხის ჯამი ტოლია 90 გრადუსის. მოცემულია ტოლფერდა სამკუთხედი. ვხედავთ, რომ ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. ვცვალოთ სამკუთხედის კუთხეები.
მივიღებთ მართკუთხა სამკუთხედი, სადაც ბედაცე კუთხეების ჯამი 90 გრადუსის ტოლია. ამავე დროს ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა სამკუთხედი და ფუძესთან მდებარე კუთხეების ტოლია. აი ამ სამკუთხედში ვხედავთ, რომ 34-ს მივუმატოთ 56 გრადუსი ტოლია 90 გრადუსის. ანუ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ მართკუთხა სამკუთხედში დანარჩენი ორი კუთხის ჯამი 90 გრადუსის ტოლია.